18 წელია, რაც მე ვცხოვრობ აქ. ეგრეთ წოდებულს მეორე შახტაში მინახია ეს დანგრეული შენობები. ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ხალხს. წყალიც, კანალიზაციაც, შუქიც, ასფალტი. სახლებში ცხოვრებაც არ არის ადვილი. ტაშტები რაღაცებს დებენ კრიშაზე, სახურავზე, რომ არ ჩამოწვეთოს წვიმის დროს. პატარა რაღაც სათამაშო რო ქონოდა, არ ყოფილა ეგრეთი რაღაცა. ახალციხეში რო დავდიოდით, ჩვენც გვინდოდა რომ ჩვენ სოფელში ეგრეთ რაღაც სათამაშოები, საქანელები ყოფილიყო, მაგრამ რავი, ამ მოსახლეობაში არაფერს არ აკეთებდნენ. რო გავიზარდე, ვიყავი სკოლაში ძალიან აქტიური. Გამოვიდა პროექტი, რა გინდა რომ გაკეთდეს შენ სოფელში და ბევრი რამ გვინდოდა ჩვენ ახლა სტადიონიც, გაზიც, ასფალტიც, მოედანიც, ბაღიც, აი აბსოლუტურად ყველაფერი და გაკეთდა ეს. 90 სკოლიდან იყვნენ მონაწილეები, 100-ზე მეტი ბავშვი იყო, რომ მონაწილეობას მიიღებდა და პირველი ადგილი დავიკავე მე. მეც უკვე ხო ვცდილობ, რომ უკვე ბევრი რამე გავაკეთა ჩემს სოფლისთვის. სადაც მე ვარ ამ წუთას, შიგნით მაქვს აი ისეთი რაღაც, რომ იქაც გავაკეთო რაღაცა და იმ ბავშვებსაც გავახარო. ასეთი რაღაცა რო იყოს იქაც, უფრო კაი იქნება.